ის არის შეიძლება ჩვენ გვიყურებს ადამიანი, რომელსაც არასდროს არ უმოგზაურია ევროპაში, არც აქვს დიდად ამის ფინანსური შესაძლებლობა და გონია რომ მას ეს არ ეხება. მაგრამ არ დაგვავიწყდეს რომ უვიზო მიმოსვლა ჩვენ მხოლოდ მოგზაურობისთვის, რაც თავისთავად შესანიშნავია და მხოლოდ იმისთვის რომ კიდე მოვიზიდოთ და აქეთ ბევრი ტურისტი ჩამოვიდეს, მარტო ამიტომ არ გვინდა. მოდი გავიხსენოთ ჩვენი ოჯახები. რომლებიც არიან გახლეჩილები ემიგრაციით, ნაწილი ცხოვრობს ევროპაში, ნაწილი ცხოვრობს საქართველოში და ამ ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ თავისუფლად გადაადგილდებოდნენ, რომ დროებით მაინც გაერთიანდეს ოჯახი, რომ დროებით მაინც იყვნენ ხოლმე ადვილად ერთმანეთთან ჩავიდნენ, იქნება ეს ქორწილი თუ ჭირი თუ ლხინი თუ რაც იქნება. ეს ჩვენ ამ შესაძლებლობას ვართმევთ ემიგრანტებს და მათ ოჯახებს. ჩვენ არა, ბიძინა ივანიშვილი. და აი მოდით აი კონკრეტულად რომ მიპასუხოთ, რაში გაცვალა ბიძინა ივანიშვილმა ქართველი ხალხის მთავარი მონაპოვარი. და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ არ გვაქვს სათანადოდ განვითარებული ჯანდაცვის სისტემა, ყველანი მუდმივად ვაგროვებთ ფულს, რომ უკურნებელი ადამიანი გავუშვათ სწრაფად ერთ დღეში, ორ დღეში, საფრანგეთში, გერმანიაში, სადაც გადავარჩენთ ხოლმე ამ ადამიანის სიცოცხლეს და მე ყველას გვიხარია, რომ ჩვენ სახელმწიფომ ვერ შეძლო, მაგრამ ხალხმა შევძელით. ამასაც ვეღარ გავაკეთებთ, ხალხო. რიგებია, ფული იღირს, საბუთები უნდა, თან ვერავინ გაყვება, რომ უცბად გაუშვან ავადმყოფი და პატრონი ხელის მომკიდე, ვერავინ ვერ გაყვება უპრობლემო. დაიწყო ფიქრი ამაზე, რომ გამოყო რაღაცა რესურსები, რომ თითქოს აი ამ სენით და ის რაც აქ არ კეთდება, ამისთვის არის ჯანდაცვიდან კი დაფინანსება, რომ ევროპის ქვეყნებში ხო, როგორ უნდა წავიდნენ? ესეც ხო დაიბლოკება, ესეც ხო გაჩერდება, იმიტომ რომ ვერ წავა ეს მოქალაქე, უბრალოდ ვერ წავა. ხო, აი მე კითხვა დავსვი და მინდა ამაზე ორივე მიპასუხოთ რა. რა დადო, რაში გაცვალა ბიძინა ივანიშვილმა ქართველი ხალხის მთავარი მონაპოვარი თქო. მე ზვიადმა უპასუხა პრინციპში წეღანა ამ შეკითხვას და აი მინდა რომ ეხლა ბიძინა ივანიშვილის ერთადერთი ღმერთი არის ფული. ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ აინტერესებს საკუთარი ფული და ეს ქვეყანაც მხოლოდ იმიტომ სჭირდება და იმიტომ დაიბუდა აქ, რომ კარგად აკეთოს ფული, ვიღაცებს აკეთებინოს ეს ფული კორუფციულად და კარგად შეინახოს და იყოს აქ პატარა მეფე, რაღაცა ფეოდალი, ბატონი, აი ამ რაც შემოღობა, ჭორვილა და მის გარშემო კიდევ დანარჩენი საქართველო და აი ამის გამო არც პორტოს რეზოლუციას მოაწერეს ხელი, სადაც სირიას უნდა გაეწვია აფხაზეთის და ოსეთის დამოუკიდებლობა, ანუ ესეც არ აინტერესებს ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს. არაფერი ამ კაცს არ აინტერესებს საკუთარი ფულის და საკუთარი პირადი უსაფრთხოების გარდა, მაგრამ ეს მეორე, მას არანაირი იდეოლოგია არ გააჩნია, არანაირი ღირებულებები, არანაირი ხედვა არ აქვს. კი ბატონო. მაგრამ როგორც კი ბიძინა ივანიშვილი საფრთხეს იგრძნობს, მის ფულთან დაკავშირებით, ან მის პირად უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ამ ქვეყანასაც დატოვებს, გაცვლის და გაყიდის როგორც ნებისმიერ სხვა რამეს. იმიტომ რომ ეს ადამიანი არ არის პატრიოტი და მას არც ქართველი ხალხი ადარდებს და არც ეს ქვეყანა არ ადარდებს. ამიტომ გვაკარგვინებს იმას, რაც ჩვენთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. მადლობა.